რუსი სამხედრო ბლოგერები მკაცრად აკრიტიკებენ მთავრობას და შეიარაღებულ ძალებს. საკითხი ძალიან საინტერესოა, რადგან ის ამსხვრევს ბევრ სტერეოტიპს უკრაინის ომზე და რუსებზე. აი რა ხდება. სამხედრო ბლოგერები არიან შეიარაღებული ძალების წევრები ან ანალიტიკოსები და რეპორტიორები, რომლებსაც აქვთ კავშირები არმიაში და ავრცელებენ ინფორმაციას ომთან დაკავშირებით. და მიუხედავად იმისა, რომ რუსები მკაცრად აკონტროლებენ ინფორმაციას, ზოგიერთმა მათგანმა ისარგებლა საინფორმაციო ბუნდოვან ზონებში და უფრო თავისუფლად გამოხატავს აზრს. ზოგი იტყოდა, რომ ზედმეტადაც კი. ბოლო დროს ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დიდი უკმაყოფილებაა. ამ სამხედრო ბლოგერების უმეტესობისთვის კრემლის პასუხი ძალიან სუსტი და არაეფექტურია. მოდით რამდენიმე მაგალითს გადავხედოთ. როგორც ჩანს Rogozin-ის ამ პოსტიდან, არსებობს შეშფოთება უკრაინის მზარდი შესაძლებლობების გამო დრონებით დაბომბვის კუთხით. მაისის შუა რიცხვებში დაახლოებით 600 უკრაინული დრონი გაუშვეს მოსკოვის მიმართულებით, უპრეცედენტო თავდასხმაში, რომელსაც კრემლის ხელისუფლებამ ეფექტურად ვერ მოიგერია. კიდევ ერთი სამხედრო ბლოგერი, რომანი, ჩივის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის თავად პუტინზე, რომელიც თითქოს გადამწყვეტად არ მოქმედებს, ადანაშაულებს მას შიშში და ამბობს, რომ ალბათ უკეთესი იქნებოდა გვერდზე გადგეს და სხვებს მისცეს ომის გაგრძელების საშუალება. მსგავს დასვლამდე მიდის ბლოგერი ლარკინიც. სხვა არხებით ჩივიან რუსეთის მთავრობაზე, რომელიც უკრაინელების წინააღმდეგ ძალიან ცოტას აკეთებს. აქ მაგალითად წერია, რომ კრემლმა უნდა გამოიყენოს ისრაელის მსგავსი მეთოდები. იმავე პოსტში ვარაუდობენ, რომ ამ ტემპით რუსეთი იძულებული იქნება ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. სხვაებიც იმედოვნებენ, რომ რუსეთი დაარტყამს უკრაინის პარლამენტს ორეშნიკის რაკეტით. ახზე ვეტერანის დრიური ავტორი კიდევ უფრო მკაცრია. მისი თქმით, შემოდგომაზე ან კიდევ ერთი მობილიზაცია იქნება, ან სამშვიდობო შეთანხმება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. სამხედრო ბლოგერები ასევე ჩივიან თავდაცვის სამინისტროს სიურეალისტურ პროპაგანდაზე. გრასიმოვმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, 11 მაისს განაცხადა, რომ შემდეგი მიზნებიდან ერთ-ერთი არის წინსვლა შევჩენკოვეს მიმართულებით, კუპიანსკის დასავლეთ მხარეს. სამწუხაროა, რომ დასახლებული პუნქტი ფრონტიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს და რუსული ძალები კუპიანსკში იმავე მისიით არ იმყოფებიან, როგორც ამას რუსი რუკების ანალიტიკოსები და ბლოგერები ამბობენ. იმავე შემთხვევაში გრასიმოვმა ბოროზოვას ქალაქის გათავისუფლება გამოაცხადა. კრემლთან დაახლოებული ზოგიერთი ანალიტიკოსი, მაგალითად რიბარი, 17 მაისს თავიანთ რუკებსაც კი აახლებდნენ, თუმცა შემდეგ დღეებში პოზიცია შეცვალეს. საერთოდ რუსი დამკვირვებლებს შორის კონფლიქტი აღელვება და უკმაყოფილებაა. რუსეთში ომის გამო სოციალური კოლაფსი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ მნიშვნელოვანია ასეთი აშკარა და უპრეცედენტო უკმაყოფილების ნიშნების მონიტორინგი. ეს ნამდვილად არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ რიგმა ნეგატიურმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო ამ მტრულობის შექმნას. იმედგამაცრუებელი აღლუმი, თავდასხმა დედაქალაქზე, ფრონტზე ოპერაციების შენელება 2026 წელს, სირიის, ვენესუელისა და ირანის საკითხები, ასევე ინტერნეტის ცენზურა და Starlink-ზე თვლომის დაკარგვა. თქვენ რას ფიქრობთ? როგორც ყოველთვის დამატებით ინფორმაციას კომენტარებში ან აღწერაში ნახავთ.